Am წუთებში კი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული ტელევიზიებისა და დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემების მენეჯერებს და დამფუძნებლებს ხვდება. პრეზიდენტი უშუალოდ პირველი პირებისგან იღებს ინფორმაციას თავისუფალი მედიის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რასაც ოლიგარქიული რეჟიმი სიტყვის თავისუფლებას უქმნის. ნატალი ჯახუტაშვილი ადევნებს თვალს ამ შეხვედრას და სწორედ ის ჩაგვერთვება ახლა მთავარის ეთერში. ნატალი, გისმენთ. მიშა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ მედიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა და აქ იყვნენ როგორც ონლაინ მედიის წარმომადგენლები, ასევე ტელევიზიების ხელმძღვანელები. დღევანდელი შეხვედრა და შეკრება შედგა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, როგორც იცით, მომდევნო დღეებში 14 თებერვალს ქვეყნის მთავარსარდალი მიემგზავრება მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მას ეკნება მაღალი დონის შეხვედრები. Am კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და ბუნებრივია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტი მიაწვდის დეტალურად ინფორმაციას საქართველოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ისაუბრებს იმაზე, თუ რა ვითარებაშია დღეს ქართული მედია, პრინციპში არავისთვის დასამალი არ არის ის, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თავისუფალი ხმის ჩახშობას. ქართული ოცნება დღეს ებრძვის თავისუფალ მედიას და ამისათვის იყენებს ყველანაირ მეთოდს, მათ შორის სასტიკად უსწორდება ქუჩებში ჟურნალისტებს, ოპერატორებს. დღემდე გამოუძიებელია ეს საქმეები, მათ შორის შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა აქცენტირებულად ისაუბრეს მზია ამაღლობელზე, რომელიც უკვე ერთი თვეა დაახლოებით რაც შიმშილობს და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის არის დაკავებული სრულიად უკანონოდ და ეს ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ კრიტიკული მედიის მოგუდვას ცდილობს ქართული ოცნება. ამას ემატება ისიც, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ უკვე დაანონსა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირ შეეცდება ქართული ოცნება ცენზურის დაკანონებას. ყველა ამ საკითხზე ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილთან და სწორედ ამ ცნობებს და ინფორმაციებს უკვე უახლოეს დღეებში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მიაწვდის თავად პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი დაგვირდა, რომ იქნებოდა ჩვენი ხმა ჩვენ პარტნიორებთან, ვინც დაინტერესებული და მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას საქართველოში. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნჰენის კონფერენციაზე, გაგვიზიარა ვთქვათ, ვის შეხვდება და რაზე ილაპარაკებს და უნდა რომ ამისთვის ქონოდა ობიექტური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონ პროექტებზე, რაც იდეაში ქართულ ოცნებას აქვს გადაწყვეტილი რომ მიიღოს. ეს ძალიან შეზღუდავს მედიას, თუ იქნება მიღებული და გჭირდება ამ მხრივ დახმარება, ასევე საერთაშორისო საზოგადოების. საქართველოში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, ყავს გადარეული, გადაფსიხებული ხელისუფლება, რომელიც დარბის ნაჯახით, ხო? ამკაცრებს კანონებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს მედიას, გვემუქრება, რომ აი საერთოდ ვეღარ იფუნქციონირებთ, რეალურად ამას გვეუბნება კანონს. გავამკაცრებ, უცხოეთიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს და ასე შემდეგ და არაფერი სოს სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში. ვინმე გაიგოს და სალომე ზურაბიშვილი აპირებს მედიის პრობლემებზეც მათ შორის საუბარს და ამაზე გქონდა დღეს საუბარი. ჩვენ ძალიან ღიად მთელი 2 საათის მანძილზე ვსაუბრობდით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მზია ამაღლობელი. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები გვაქვს ზოგადად ყველა სეგმენტს მედიისას. იქნება ეს ფინანსური პრობლემა, თუ რაღაც პოლიტიკური. ეს ყველაფერი მიმოვიხილეთ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან პრაქტიკულად ჩვენი დახურვის და ჩვენი გაქრობის ღონისძიებები. პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აქვს დღეს საქართველოს მედიას, უკრებულ ყველას, როგორც სატელევიზიო მედიას, ასე ონლაინ მედიას. და ბუნებრივია ეს პრობლემები პირველ რიგში უკავშირდება ფინანსურ პრობლემებს და ასევე უკავშირდება იმ კანონებს, რომელიც დაანონსა საქართველოს ხელისუფლებამ. პრეზიდენტი დაგვირდა იმას, რომ ჩვენი ხმა იქნება მისი მხრიდან გაჟღერებული ამ უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნაზე და ის იქნება ის დაგვეხმარება ჩვენი პრობლემების და ასე ვთქვათ, ჩვენ პრობლემების გაჟღერებაში. ყველა მედიამ ისაუბრა იმაზე, რა პრობლემებიც აქვს მას და ზოგადად
ზოგადად რაც არის მედიაში, ხო, ეს არის ძირითადად ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა დაფინანსების წყარო, როგორც თქვენ ნახეთ, ამოქოლოს. ხო არის, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის დღეს რაც განსხვავდება, ეს მზიას თემა, იმიტომ რომ დღეების საკითხია, ეს ადამიანი თვეზე მეტია შიმშილოს და ამ ხელისუფლებას ადამიანობა არ ყოფნის იმისთვის, რომ ამ ქალს, რომელიც შიმშილობს თავისი ღირსების გამო, და იმის გამო, რომ ასეთ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა, ამ ადამიანს ჯიბში არ ჩაუდგეს. საქართველოს პრეზიდენტი გამოჩნდა ახლა მედიასთან. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში გააკეთებს ჟურნალისტებთან განცხადება. საინტერესოა, რა გზავნილები ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე გითხარით, ამ დღეებში 14 თებერვალს ის მიფრინავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველ პირებს და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრი დავიწყოთ, ხო, საუბარი ის თქმა შეგიძლიათ რა ინფორმაცია მოგაწოდეს მედიის წარმომადგენლებმა და ზოგადად ქართული მედიის მდგომარეობაზე რა სიტყვით. კი ბატონო, ეს შეხვედრები რაც მე დავიწყე ერთის მხრივ მართული არის იმისკენ, რომ მიუნხენში რო წავალ მხოლოდ მე კი არ წავიდე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც არსებობს დღეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს ჩემი სურვილი არის და ეს არის რაც ახლა დავიწყეთ, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც არის შემცირებული, შემჭიდროებული, შეიდგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომელიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად. ამ კუთხით შევხვდი მაგალითად დიპლომატებს და დიპლომატიური ერთგვარი კლუბი შევქმნით. ეხლა დღეს მედია მენეჯერებთან და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ესა, რომ ჩვენ ერთად ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში და იმ მომენტში, როცა არის მასზე ძალიან დიდი წნეხი, იმიტომ რომ ყველა დიქტატურული რეჟიმი, რომელიც ცდილობს რომ გამყარდეს, პირველი მისი სამიზნე ორი არის, ერთი არის საზოგადოება, მეორე არის მედია. ორივე ერთმანეთს ცხადი არის მხარს უჭერენ და სიტყვის თავისუფლება არის საზოგადოებაში პირველ რიგში, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიას მიერ. ამიტომ მე წავიღებ მათ გზავნილებს, სწორედ როგორც საწყისი ეტაპი წავიღებ მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ თავდება, ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზიამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, იმიტომ ის გახდა სიმბოლო ამ სიტყვის თავისუფლების, ამ წნეხის, რომელიც პირველ რიგში ვრცელდება რეგიონალურ მედიაზე, იმიტომ რომ ალბათ ეს რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონალური მედია არის უფრო სუსტი და იქ შეიძლება უფრო დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება, ჩვენ ერთად ვიქნებით და მე ყველას როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას ერთად დავიცავ. დიდი მადლობა. მუდმივი კომუნიკაცია, კარგით. განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა და ამით შემოიფარგლა ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა, თუმცა პრინციპში ამომწურავი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ისაუბრობს იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში არის დასაცავი და ყველაფერს გააკეთებს ამისათვის 14 თებერვალს ის უკვე ჩადის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და გარდა იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ახლა შეხვდა მედიას, დღეს ასევე კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი შეხვდება სამოქალაქო აქტივისტებს და ჩვენი ინფორმაციით 5 საათზე უკვე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები მიიღებს რეგულარულ სახეს, სისტემატიური ხასიათი ექნება ამ ყველაფერს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მუდმივად ის ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.